დიახ, ისინი ამბობენ, რომ მათი მხრიდან მათ უკვე გასცეს პასუხი ისრაელის დართმას ბეირუთში და მათი სამხედრო ოპერაცია დასრულებულია. თუმცა, თუ ისრაელი გააგრძელებს თავდასხმებს, მათ შორის სამხრეთ ლიბანში, ეხლა მათ არ უთქვამთ ირანზე თავდასხმებზე, არამედ ლიბანზე თავდასხმებზე. მათ თქვეს, რომ თუ ისრაელი გააგრძელებს თავდასხმებს, ისრაელმა ყველგან უნდა შეწყვიტოს ცეცხლი, ირანელების თქმით, მათ შორის სამხრეთ ლიბანშიც. და თუ ისრაელი იქ მაინც განახორციელებს თავდასხმებს, მაშინ პასუხი ბევრად უფრო მკაცრი იქნება. ეხლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლიბანში გავრცელდა ცნობები ისრაელის დარტყმებზე ქალაქ ტირში, სამხრეთ ლიბანში. ამით ისრაელი გამოცდის წინაშე დგება იმ ახალი განტოლების, რომელსაც ირანი ცდილობს დაამკვიდროს, რათა შეზღუდოს ისრაელის მოქმედების თავისუფლება. არა მხოლოდ ირანში, არამედ მთლიანად ლიბანში, არა მხოლოდ ბეირუთის გამოყოფით, არამედ სამხრეთ ლიბანის ჩათვლით. ამიტომ, რასაც აქ ვხედავთ, არის ის, რომ ირანისთვის ეს რაუნდი დასრულებულია და ისინი ცდილობენ მიანიშნონ, რომ სწორედ ისინი განსაზღვრავენ მოვლენების ტემპს. ისრაელის მოქმედებები, რომლებიც ამჟამად სამხრეთ ლიბანში დარტყმებს ახორციელებს, საპირისპიროს ამტკიცებს.